Ერთს გავიხსენებ, შეიძლება ჩვენი მაყურებლისათვის საინტერესო იყოს. საკმაოდ დიდი ხნის წინ სტუმრები მყავდა შვედეთიდან. და ორი საშუალო ასაკის ადამიანი იყო, დაემთხვა დიდი მარხვის პერიოდს. ქართულად უმასპინძლეთ, ცხადია ქართული სუფრისთვის არაფერი დაგვიკლია, მაგრამ მე და ჩემი თანხლები იმის გამო რომ დიდი მარხვის პერიოდი იყო, ამ სუფრაზე მოტანილი კერძების ნაწილს არ მივირთმევდით და მკითხეს შემეკითხან ისინი, რომ თქვენო რატო არ მივირთმევთ? მე ვთქვი, ასე მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ეხლა დიდი მარხვის პერიოდია და ამიტომ თავს ვიკავებ. ჩვენც მართლობთ მითხრეს, მაგრამ ეს ყველაფერი მიირთეს და კითხვა გამიჩნდა, ეხლა მეც შესაპირისპირებლად კაც თუ მართლობთ, მაშინ რადგანაც მიირთმევ ხორცს და შემდეგ. ასეთ რაღაცა მითხრეს, რომ მე მოძღვართან საუბრის დროს ყოველ მარხვის დაწყების წინ საუბრობთო და ყველაზე მეტათო რისი დადგომაც მიჭირსო, ჩემშიო, რაც პრობლემებს მიქმნის ჩემს სულიერ ცხოვრებაშიო. იმ კონკრეტული მარხვისთვის დახვდები და ახმას თქვენებ, რომ ვეცდები, რომ ეს არ გავაკეთო, ან იმ დოზით არ გავაკეთო. კაი მე ვთხარი, მაგრამ ახლა რა არის ეგეთი მეთქი რა და ინტერნეტის სარგებლობის სიხშირე. შეიძლება ხა ეს ცოტა ეგზოტიკურად ჟღერდეს ჩვენი სინამდვილისთვის, მაგრამ თავისთავად საინტერესო არის ეს მიდგომაც.